ეს კოტორია, აი ჩემს უკან. ნუ ახლა ბუდვაში რომ ვიყავი, ხო ვთქვი რომ ძალიან ლამაზია მეთქი, მაგრამ ახლა აი ეს ხომ რაღაცა სწაულია, რაღაც ყურეა, კოტორის ყურე და შემოდიან გემებიდან, ზემოდან კიდე თვითფრინავები დაფრინავენ და რაღაც ენით აღუწერელი სილამაზეა. ციხესიმაგრე კოტორის ნარიყალას არაფრით არ ჩამოუვარდება. აი ხადადის, აი რამ სიმაღლეზე ადის და ფრიალებს მონტენეგროს დროშა და ახლა წარმოიდგინეთ, ქვემოთ არის არხი სპეციალურად, რომ დაიცვათ ციხესიმაგრე და ახლა ძველ დროში წარმოგიდგენიათ რა ბრძოლები იმართებოდა აქ. კოტორის მთავარი მოედანი. ტიპიური კოხტა ევროპული მოედანი. როგორც მრავალ ევროპულ ქალაქში. ამ ვიწრო ქუჩებში იმალება ამ ქალაქის საიდუმლოება. ისეთი სილამაზეა, რომ ადამიანები უშლიან ბუნებას ამ სილამაზეში. უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები ცოტა ხნით მოშორდნენ ამ სილამაზეს და დააცადონ რა ბუნებას, იყოს ლამაზი. აი ეს ტურისტები, გემები, ნავები, აი ეს ტურები და რა ვიცი რა. ერთი დღე გამოაცხადონ რა უბრალოდ რა ტურისტებისგან თავისუფალი დღე. და დაასვენონ ბუნება. რომ ისი ამოვნოს ბუნებამ თავისი თავი. ხომ შეიძლება? მოხიბლული ვარ მონტენეგროთი, ბუდვა ან კოტორი. კოტორი უფრო ისტორიულია, ბუდვა უფრო დასასვენებელია, რივიერა, ხო ხვდებით? ბუდვაში უფრო სასიამოვნოა დროის გატარება, კოტორი უბრალოდ ისტორიული თვალსაზრისით უფრო საინტერესოა. საცხოვრებლად ალბათ ბუდვას უფრო ავირჩევდი, მაგრამ ახლა თუ საცხოვრებლად გინდათ არჩევა, მაშინ აირჩიეთ მონტე-კარლო, სან-რემო, ნიცა, კანი, რა ვიცი. მილიონი ქალაქია, ბარსელონა. ნუ მოკლედ არჩევანი დიდია. მაინც და მაინც რაღა ბუდვას უნდა ეცეთ. ასე რომ სოფლიოში იმდენი არჩევანია, რომ როდესაც ქალაქები ერთმანეთში ასპარეზობენ, ადამიანი მაინც პირველ რიგში ირჩევს საუკეთესოს. და მე ირჩევს უკვე ბიუჯეტიდან თუ რისი არჩევა შეუძლია. ასე ხდება რა. ადამიანი აკეთებს არჩევანს საუკეთესოდან, ირჩევს იმას, რის საშუალებასაც აძლევს ბიუჯეტი საუკეთესოდან. ასე. ეს არის ყველაზე უმაღლესი წერტილი აი ამ უღელტეხილის, რომელიც გადმოყურებს ქალაქ ბუდვას და ულამაზეს ადრიატიკის ზღვას. მინდა რომ თქვენც ისიამოვნოთ აი ამ სილამაზით, ჩემო კარგებო. მართლაც რა სასწაულია ჩვენი სამყარო. უკიდე განო სილამაზე. დაუშრეტავი სიმდიდრე.